კასპიის რაიონის ერთ ნაწილს სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნა. სოფელ თაურებში ქეზიოკამის სარწყავი არხი გაიხსნა, რომელსაც კასპიის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი გამოიყენებს. ახალი სარწყავი არხით 3000 ოჯახი ისარგებლებს და 13000 ჰექტარი მიწის ფართობი მოიწყება. პროექტზე $1,5 მილიონი დაიხარჯა, სამუშაოები ივნისში დაიწყო და 4 თვეში დასრულდა. მოეწყო ახალი სატუმბი სადგური, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სატუმბო მოწყობილობებითა და ელექტროსისტემებით. აღნიშნული სატუმბი სადგურიდან დაახლოებით 800 მეტრის მანძილზე ხდება წყლის გადაკრაჩვა ქეზიოკამის მაგისტრალურ არხში. ჯამში მთლიანობაში გასარწყავდება დაახლოებით 1500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები. კასპიის რაიონის 10 სოფელი იყო სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილი, რამაც ძალიან ზურგადი მოქმედა ჩვენი სოფლის მოსახლეობაზე. გამოიძებნა ხელისუფლების მხრიდან ახალი ალტერნატიული გზა, შეიქმნა სატუმბის სადგური, რომელიც უკვე 3000-მდე ოჯახს დააკმაყოფილებს. ეს კარგი გამოგაგეთ, ძალიან კარგი. ხალხი ამოისუნთქებს. არაფერი, როგორც თბილისელები მოსავალს ყიდულები, ჩვეულები, ყველაფერს, პამიდორიდან დაწყებული ყველაფერს და არაფერი არ ეხლა წელს უკვე ცოტა შეღავათებია.